მექანიზმების განმავლობაში იმაში რომ მედიის მესაკუთრე და გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი და არ ხდებოდეს ისე რომ არ ვიცოდეს როდის ვინ არის მფლობელი და შესაბამისად ვის იდეები არის შემოსაღებული საზოგადოებისათვის. მე მოხარული ვარ რომ ბატონმა სოზარმა დღეს აღნიშნა ის პოზიტიური კანონები რომელიც იქნა წინა პარლამენტის დროს მიღებული რომელიც თითქოს და უზრუნველყოფდა ჟურნალისტის დაცვას, მედიის თავისუფლებას, მაგრამ სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ ამ კანონების იგნორირება ხდებოდა და ეს კანონები სამწუხაროდ არ სრულდებოდა. ისე რომ ჩვენ უნდა მივახციოთ, რომ ეს კანონები შესრულდეს და თქვენი უფლებებიც იყოს დაცული და თქვენი უფლებების დაცვის მეშვეობით მოსახლეობამდე მივიდეს მართალი. ეს არის მერაბიშვილი და სააკაშვილია ეს თავისუფალი მედია. მაგრამ ეს მარტო მერაბიშვილის და სააკაშვილის პრობლემა არ არის. ჩემთვის ყველაზე სამეშტავი ეს იყო რომ უკვე ჟურნალისტებმა დაიწყეს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი. რომ ჩვენი მარტო მერაბიშვილის ბრალი კი არ არის, ჩვენი ბრალიც არის, იმიტომ რომ ხმას არ ვიღებ. და საერთოდ მე ვთვლი რომ ყველა იმ ჟურნალისტის აქტიური თავისუფალი ჟურნალისტის სია უნდა გაკეთდეს, ვის იქნება პირველი მერწალი ამ ხმის ამოღების საქმეში. არ მოწონს პარლამენტს ასეთი მოხსენებების მოსვენა, მას ზრდება ისეთი მოხსენება, სადაც მიხეილ სააკაშვილი ხემა გამოცხადებული მესია და სადაც პარლამენტი და მთელი მთავრობა იქნებიან ქვეყნის გადამრჩენელებად შერაცხულები და ეს არ არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რაც დღეს ბატონმა სოზარ სუბარმა ელაპარაკა, ეს არ არის ოპოზიციური პარტიის მიერ გაკეთებული დაცვა, ეს არის ქვეყნის სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული დაცვა, მას კონსტიტუციის სამართლებრივად კანონმდებლობის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც აქ აკვირდებიან თუ როგორ არის მედიაციურ წრეში მდგომარეობა, მათთვისაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სახალხო დამცველის ანგარიში, რომელსაც არ იხილავს პარლამენტი და რომელსაც არ გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მარტივი სურათი. ამას არ უნდა არც კომენტარი და არც არაფერი. ეს არის ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი ძალიან მძიმე მდგომარეობა. ხელისუფლებაში სოზარ სუბარის ანგარიშზე არაფერს ამბობენ, თავად სახალხო დამცველის განცხადებებს კი პოლიტიკურს იწოდებენ. სოზარ სუბარი ამბობს, რომ მის განცხადებებში პოლიტიკური არაფერია. სახალხო დამცველი ეტაპობრივად საჯაროდ წაიკითხავს ომბუდსმენის ოფისის მომზადებულ სრულ ანგარიშს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ გალობლიშვილმა 18-თვიანი გეგმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს მინისტრებისგან მოისმინა. უშუალოდ რუსული აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლების მშენებლობისა და მათი განსახლების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიაწოდა. მერაბიშვილის განცხადებით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლების მშენებლობის პროცესი პრაქტიკულად უკვე დასასრულს უახლოვდება. მისი თქმით, მშენებლობის 90% დასრულებულია და აღნიშნულ სახლებამდე გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა და გზის მიყვანას დაახლოებით თვის ბოლოდან ინტენსიური ჩასახლება დაიწყება. 20 დეკემბრისთვის კი ეს პროცესი მთლიანად დასრულდება. მისი თქმით, რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენის სამუშაოებით განხორციელდა. ეს შეეხო დაახლოებით 2000 სახლს, ხოლო სახლები, რომლის აღდგენას ვერ მოხერხდა, მათ მეპატრონეებს კომპენსაცია გადაეცათ. ყობაშუბელიანის განცხადებით კი ყველა ძევნილ ახალ შესახლებულ სახლებში დახდება საყოფა ცხოვრება. აუცილებელი ნივთები და ოჯახის ყველა წევრს 200 ლარის ოდენობის თანხა გადაეცათ. 18-თვიანი პროგრამა, რომელიც ორმა თემად უკვე განვლო და ჩადარდა კოლოსალური სამუშაოები, გაგრძელდეს ისევე წარმატებით დარჩენილი 16 თვის განმავლობაში. დაახლოებით 5000 კაპიტალური სახლი იქნა აშენებული 2 თვიან პერიოდში, თუმცა ძალიან ბევრია კიდე გასაკეთებელი. იმისთვის, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც ომმა მიაყენა ზიანი, რუსულმა ოკუპაციამ მიაყენა ზიანი, ყველა იმ მოქალაქისათვის შეიქმნას ღირსეული საცხოვრებელი პირობები. მაქსიმალური ყურადღება იქნება გამოჩენილი იმისთვის, რომ ომის შედეგად გადაარჩენილი რუსული აგრესიის შედეგად გადაარჩენილი მოსახლეობისათვის მაქსიმალურად შეუძლია ახალი სამუშაო აქტივობა. უკვე ამჟამად მიმდინარეობდა შემთხვევაში დასრულებულია 2000-ზე მეტი დასრულების ალგორითმის სამუშაოები. ჩვენ პრაქტიკულად მოვწევთ 10% ამ გადაადგილების წესში და წესში პრაქტიკულად დასრულდება იძულება შესაძლებლობა და ახალ დროს ყველა იძულება შეხვდება საკუთარ შეხვედრაში.
ევროსაბჭო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი მონიტორინგის დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა დღეს ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლეს კომისართან თომას ჰამერბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. იაკობაშვილმა თომას ჰამერბერგს დევნილთა პრობლემების მოგვარების გეგმებიც გააცნო. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო კონფლიქტის შესახებ სიმართლე გაიგოს და აგვისტოს მოვლენების შესწავლის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის ევროსაბჭო აქტიურად იყოს ჩართული. თომას ჰამერბერგის განცხადებით კი ბუფერული ზონის სოფლებში მძიმე მდგომარეობაა. მისი თქმით, დევნილები დიდ დახმარებას საჭიროებენ, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც საკმაოდ შეზღუდულია გადაადგილება. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ის სიმართლე, რომელიც ჩვენ განცელდება, საჭიროა რომ დაადასტუროს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტები ორგანიზაცია, როგორც არის ევროსაბჭო, იყოს ჩართული ამ პროცესში სიმაგრად, როგორც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ყველა სხვა თვალსაზრისით. მე ვიყავი ბუფერულ ზონებში ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლოს მდებარე სოფლებში, სადაც ვითარება ჯერ კიდევ არ არის გამაკმაყოფილებელი, როგორც უსაფრთხოების, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. ჩემი ვიზიტის ფარგლებში მე ვაწარმოებ მოლაპარაკებას კონფლიქტის ზონებიდან მხედრების გადმოსცემასთან დაკავშირებით. მე ასევე ვაპირებ დაუბრუნდი ახალგაზრდებს და შევისწავლო არსებული მდგომარეობა. სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოიტურისული სამხედრო ბაზებისთვის ცხინვალსა და ჯავაში მიწის ნაკვეთების გამოყოფას აპირებს. ამის შესახებ ინტერფაქსი უწყება. სამხრეთ ოსეთის მთავრობას მიეცი დავალება რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის მიწების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მოამზადონ. მიწის ნაკვეთები ცხინვალსა და ჯავაში გამოიყოფა, განაცხადა კოკოიტი. ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აგვისტოში ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის ურჩევდა მოსკოვსა და თბილისში არ ჩასულიყო. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ჯორჯ ბუშს საკუთარ თავზე უნდა აეღო კონფლიქტის დარეგულირების ინიციატივა. ხებს კი ურჩევდა დაეგმოთ რუსეთის ქმედებები საქართველოში. სარკოზი ამბობს, რომ სწორედ მოსკოვსა და თბილისში მისი და საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტებს დაემთხვა ცეცხლის შეწყვეტა. საფრანგეთის პირველმა პირმა ეს განცხადება პოლიტიკური სიმამაცისთვის ჟურნალ პოლიტიკ ინტერნეიშნალის პრიზის მიღების დროს გააკეთა. ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროპის უმაღლესი კომისარი ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობას მოსახლეობის უფლებების დაცვისკენ უწოდებს. თომას ჰამერბერგმა დღეს საღამოს ევროსაბჭოს ოფისში პრესკონფერენცია გამართა და ცხინვალსა და მის მიმდებარე სოფლებში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. ისიც მიუხედავად აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულთა ნაწილის საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებისა, მოსახლეობა თავს დაუცველად ბრუნობს და მათზე ზეწოლა და ძალადობა შეიმჩნევა. ჩვენ ვახორციელებთ დახურებას ცხინვალსა და მის მიმდებარე სოფლებში და ვცდილობთ გავარკვიოთ თუ რა სიტუაცია ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნება შეძლო, ისინი თავს მაინც დაუცველად ბრუნობენ. ზოგიერთ მათგანზე ხორციელდება ზეწოლა და ძალადობა. მეც შევხვდით ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტ კოკოის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ შეხვედრის კმაყოფილი ვარ. მისი შეხედულებები ადამიანთა უსაფრთხოების საკითხებში ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია. აუცილებელია, რომ ყველა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნდეს. ეს უნდა უზრუნველყოს როგორც საქართველოს და რუსეთმა, ისე აფხაზეთსა და ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობებმა.